სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა სამეგრელო ზემოსვანეთის მუნიციპალიტეტებს გააცნო, ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობის მნიშვნელობაზე, იმსჯელეს ძაღლების ჰიპერპოპულაციის რეფორმის მიზნებსა და განხორციელების გზებზე. პროგრამა ითვალისწინებს პატრონიანი ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ჩიპირებას, ერთიან ბაზაში რეგისტრაციას, ძუძაღლების სტერილიზაციას, ასევე მიუსაფარი ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, რეგისტრაციას და კასტრაციას სტერილიზაციას. პროგრამა ხელს შეუწყობს ცხოველების ჯანმრთელობის დაცვას და ადამიანებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას. ჩვენ ვიმყოფებით სამეგრელო ზემოსვანეთის რეგიონში, სადაც შევხვდით რეგიონის წარმომადგენლებს და მათ აუხსენით და გავაცანით პროგრამის მნიშვნელობა და მიზნები. აღნიშნული პროგრამის განხორციელებაში ძალიან მნიშვნელოვანია მათი აქტიური ჩართულობა, რადგან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად ჩვენ შეგვიძლია მივახცინოთ იმ მიზანს, რაც არის ქუჩაში არსებული უპატრონო მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვა, ახალი ცხოველების შემოდინების შემცირება და მეპატრონეების პასუხისმგებლობის გაზრდა.